კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო ნაკრები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-9 სეზონის დებიუტანტი გუნდია. 23 ოქტომბერს თამაში სუპერლიგა B-სა და A-ის გუნდებმა გამართეს. სუპერლიგა B-ს მოთამაშე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი პირველ შეხვედრაში ვივუს ჯის დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ანგარიში მეტოქე გუნდის მოთამაშე გიგი მამალაძემ გახსნა, თუმცა sapasukho გოლი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეხბურთელმა გიორგი კვანტალიანმა მალევე გაიტანა და პირველი ტაიმი ანგარიშით 1-1 დამთავრდა. შეხვედრის მეორე ნაწილში თითო ქულა საკუთარ გუნდებს ზურა ზაგანიამ და ნიკა ბუგიაშვილმა შემატეს. საბოლოო თამაში ანგარიშით 2-2 დასრულდა. თამაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გულშემატკივართა რიგებში ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ბიჭებმა კარგად თამაშეს. წინა სეზონიდან ახალი შეკრებილები ვარ და იმედია ყველაფერი კარგად გაგრძელდება და ჩემპიონობას ვაპირებთ ამ წელს რა. მომენტების გამოუყენობის გამო ალბათ უფრო ვერ მოვიგეთ ეს მატჩი. ისე საშუალო ნორმალურად ჩატარდა თამაში. კარგი კონკურენცია იყო ორივე გუნდში. თამაში საკმაოდ დაძაბულად გაიმართა, მართალია ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, მოგების დიდი შანსი ჰქონდა მთელი თამაშის განმავლობაში. შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ მიდიოდა, მაგრამ თამაში ფრედ დასრულდა, მინდა ბიჭებს წარმატება უსურვა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, ჩვენ სტუდენტებს მოუწოდო მათი გულშემატკივრობისაკენ. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად სუპერლიგა B-ს წრიული ეტაპის 2 ტურის შეხვედრებს ზესტაფონის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. მორიგ მატჩს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი Fanda Entertainment-ის გუნდთან გამართავს. ჩემპიონატში, რომელიც ტრადიციულად 6 სხვადასხვა ლიგის ფორმატში იმართება, 60-მდე გუნდი მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია VTB ბანკი, ღონისძიების ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი ჯომა.